მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. მეწყერი ჩამოწვა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში, შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის საქონლის ადგომები და ავტომობილები. ვრცლად გთავაზობთ სიუჟეტს სტიქიის ზონიდან. ეს ძირაძეების საცხოვრებელი სახლია. ადიგენის სოფელ გომაროში მეწყერის ჩამოწვლის შედეგად ის ყველაზე ძლიერ დაზიანდა. ოჯახის წევრები და მეზობლები მეწყერს გადარჩენილ ნივთებს აგროვებენ, რაც არც თუ ისე ბევრია. სახლს გამოიცალა საძირკვლის ნაწილი, დაზიანებული აქვს საყრდენი კედლები, იატაკი. ტექნიკა და ავეჯი კი სრულად გამოუსადეგარი გახდა. ავეჯი ყველაფერი დაზიანებულია. ვარცოფი რომ მოვარდა, დენი არ გაითიშა, მათშივარი დაიწვა. სარეცხი მანქანა, რა ვიცი, თუ გამოდგება რამეში, აგერ თვალსაჩინო ჩანს. გამხმარე ნაგებობას დამიზიანდა, აგებოსერის დამიზიანდა, საგაზაფხულო კუხნა მქონდა გარეთ და დადგმული ცალკე ის საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან. 4 მანქანა მყავს, 4-ვე დაზიანებული. 4-ვე მოყვა ვარცოფში. მეწყერი გომაროში გუშინ ჩამოწვა. ძლიერმა წყლის ნაკადმა დასახლებულ პუნქტში დიდი ზომის ქვები, ხეები და სხვა ნარჩენები ჩამოიტანა. მეწყერმა ნაგებობებთან ერთად დააზიანა ავტომობილებიც. აგერა კარები. აქ წესით ეზოს კარი უნდა ყოფილიყო. როგორც კადრებში ხედავთ, გუშინდელმა მეწყერმა იგი სრულად დაფარა და ახლა მხოლოდ კარის მცირე ნაწილი ჩანს. გვეუბნებიან, რომ კარების სიმაღლე დაახლოებით 1.5 მეტრია. ეს არის კარების ბოძი, აი ეს. კარები არის თვითონ აი აგერ. ეს ამის სიმაღლე არის ამოსული კი დაახლოებით. ეს არის დაახლოებით 1.5 მეტრი ჭიშკრის ბოძი. დაზიანებულია შამანაძეების სახლი, ეზო და სავარგულები. პატარა მდინარე იყო რა პატარა. ესე 5 საათის მემრე ასე და უკვე წამოიღო და წამოვიდა. დაზიანება აი ეს არის სახს ძირი გამოუგო. ესა აი აგერ ასე თლად გამოთხრილი აქვს. შიგნითაც სუტალახი არის. ადგილობრივების ინფორმაციით მეწყერულ ზონაში 15 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა დასახლება სრულად დაცლილია და ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს. კონკრეტულად რამდენი ოჯახი გადაიყვანეს და უზრუნველყოფენ თუ არა ალტერნატიულ საცხოვრებელს. ადიგენის მერიიდან ინფორმაციის მიღებას ჩვენი რედაქცია მეორე დღეა ცდილობს, თუმცა ადიგენის მერი ჩვენ ზარებს და კითხვებს არ პასუხობს. საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილებაში კი ინფორმაციის დაზუსტებას გვპირდებიან და არასრულებენ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში კი მერმა გოჩა ქიმაძემ განაცხადა, რომ გაცემული აქვთ განკარგულება შესაბამისი სამსახურისთვის, რომ მოიძიონ ბინები მათთვის, ვისაც საცხოვრებელი არ აქვს. დღეიდან უკვე ჩვენ მიგვაქვს მიცემული განკარგულება შესაბამისი სამსახურებისთვის, რომ მოვიძიოთ ბინები, სადაც ქირით გავიყვანთ. ეხლა უკვე კომისია ემზადება, დაათვალიერებს ყველაფერს. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წლის ანგარიში ადიგენის მუნიციპალიტეტში სავარაუდო მეწყერული ზონებია ჩამოთვლილი. მათ შორის არც გომარუა და არც შოყა, რომელშიც ასევე გუშინ განვითარდა მეწყერი. დაუკავშირდით აღნიშნულ სააგენტოსაც. მათ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გეოლოგებმა ტერიტორია შეისწავლეს და დასკვნას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას გადაუგზავნიან. როდის იქნება დასკვნა ხელმისაწვდომი? უწყებაში თარიღს ვერ ასახელებენ. გომარო ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელში ოფიციალური მონაცემებით 406 მოსახლე ცხოვრობს. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია მათ არ ახსოვთ. მეტია დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს Top 2 Regions. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. დროებით.